პასკის ფესტივალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ღონისძიება სოფელ გიორგეთმა უმასპინძლა სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგამოვნებინათ პასკის ნაირსახეობა, რაჭული, სამზარეულო და ადგილობრივი წარმოების ღვინოები. ცალკე სივრცე დაეთმო პატარებსაც, ბავშვებისთვის მოწყობილი იყო ატრაქციონები. გამოიფინა ნორჩი მხატვრობის შემოქმედებითი ნამუშევრები და გაიმართა მასტერ-კლასები. აგერ უკვე რამდენიმე წელია ლაგოდეხში ძალიან კარგი ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი პასკის ფესტივალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ლაგოდეხი არის მრავალფეროვანი ეთნოსით წარმოდგენილი, შესაბამისად ერთ სივრცეში საშუალება აქვს აქაურ მაცხოვრებლებს და ლაგოდეხის სტუმრებს დააგემოვნონ მრავალფეროვანი კულინარიული ნაწარმი. იმართება პასკის ფესტივალი, რომელიც 2019 წლიდან უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ფესტივალის მთავარი მიზანი არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, ამ ტრადიციების პოპულარიზება. ლაგოდეხური პასკა არის სააგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი და ატრიბუტი. შესაბამისად, დღეს აქ მოსულ სტუმრებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორებს, ტურისტებს, შესაძლებლობა ეზიარონ ლაგოდეხური პასკის მომზადების საიდუმლოს, დააგემოვნონ და ყოველწლიურად ვცდილობთ ჩვენ, რომ ფესტივალმა მიიღოს უფრო მზარდი მასშტაბები. ბოლო რამდენიმე წელია უკვე პასკის ფესტივალი აღინიშნება სოფელ გიორგეთში. ჩვენ ყოველწლიურად წარმოვადგენთ ესეთ გიგანტურ პასკას, რომლის დაგემოვნებაც შესაძლებელი იქნება ღონისძიების ბოლოს და დააგემოვნებს ყველა მოწვეული სტუმარი.